კადრში ბევრი შესავლის გარეშე ვითარებას, რომელიც თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას კაბინეტის პარალელურად ხდება. აქ ხედავთ ყვავილებს, რომლებიც მოტანილი აქვთ მოქალაქეებს და მოაქვთ სანთლებს, რომლებიც მოიტანეს ამ ადამიანებმა. ეს არის სამძიმრის გამოსახატავად მოდიან სათამაშოებიც მოაქვთ სიმბოლურად ორი დაღუპული პატარა ბავშვისთვის 5 და 7 წლის ბავშვები დაიღუპნენ როგორც ვიცით და დღეს მთელი დღეა ჩვენ უხანდელ შემდეგ ვუყვებით მაყურებელს ამის თაობას ხო კითხვები ბევრია და პასუხები არ არის დღეს თორნიკე რიჟვაძე არცდროს არ გამოჩენილა არც ბათუმის მერი რაც შეეხება მუნიციპალური ინსპექციას რომელსაც არჩილ კონცელიძე ხელმძღვანელობს შეგვიძლია ვთქვათ რომ მასზე სრულად ზებნაა გამოცხადებული რადგან პირდაპირ უწყება რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით რომელიც ვალდებული იყო გაეკონტროლებინა სახელმწიფო ტერიტორიაზე მით უმეტეს არსებული შენობა ნაგებობების დემონტაჟის ვითარება უბრალოდ არაფერი გაუკეთებდა როგორც ვარკვევდა ჩვენ არქივებში ვნახავთ რომ ჯერ კიდევ გასულ წელს ლაპარაკობდნენ ოცნების ქალაქის მაცხოვრებლები უსაფრთხოება რომ არ არსებობდა იმიტომ რომ გასულ წელს ახალ კორპუსში ლიფტი ჩამოინგრა მაშინ ეს ადამიანები ღიად ითხოვდნენ რომ ზედამხედველობა შემოსულიყო რომ ადამიანები დაშავდებოდნენ თუმცა მაშინ არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია და ახლაც როგორც დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ მაყურებელს უყვებოდით ხობეც კი არ შემოავლეს იმ ტერიტორიას და ოცნების ქალაქში მსგავსი ადგილი ძალიან ბევრია. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ ოპერატორს თქვენ კადრში განახოთ რა ხდება აქ ამ წუთებში ადგილზე ლარას ვხედავ და მას ვთხოვ უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ მას ვთხოვთ რამდენიმე სიტყვით შეაფასოს ეს სიტუაცია და ეს ვითარება ლარა მესმის რომ ძალიან მძიმე ვითარება ძალიან რთულია ამ დროს მოვძებნოთ სიტყვები რა შეგიძლია თქვა იმიტომ რომ ჩვენ დღეს მაყურებელსაც უყვებით რომ პასუხებს ვთხოვთ ხელისუფლებას თორნიკე რიჟვაძეს არჩილ ჩიქოვანს არჩილ კონცელიძეს რომლებიც უბრალოდ გაქრნენ. კი, ნამდვილად. პასუხებს ვთხოვთ ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებას, რომელმაც აიძულა ბავშვები იმ ადგილას ეთამაშა, რომლისთვისაც ბავშვებისთვის არ იყო მიზანშეწონილი და უსაფრთხო გარემო რეალურად. ვთხოვთ პასუხებს იმისთვის, რომ დაიცვან, უზრუნველყო ჩვენი უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, რადგან მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს მოქალაქის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და არა ფული და არა ძალაუფლება. მადლობა. არა ფული და არა ძალაუფლება, თუმცა რეალობა სამწუხაროდ სხვანაირია. ირაკლი კუპრაძეს ვხედავ, რომელიც ამ აქციას დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოლიდარობის აქცია უფრო არის ალბათ, ხო? ირაკლი სიტყვებს ვერ პოულობ, მართლა ძალიან მიჭირს, თუმცა იმ კადრებს ხა, რომელსაც ჩვენი მაყურებელიც პირდაპირ ეთერში ხედავდა. დღეს მთელი დღეა ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ თორნიკე რიჟვაძე, ვიპოვოთ არჩილ ჩიქოვანი, არჩილ კონცელიძე. ვისთანაც კითხვები გვაქვს, სად იყო მუნიციპალური ინსპექცია, რატომ არ შეამოწმა, რატომ დაუშვა ხელისუფლებამ, რომ იმ ხელისუფლებამ, რომელსაც ტრაგედიები ახსოვს და სხვათა შორის ნატა აუცილებლად უნდა ვთქვა ეთერში, რომ ეს პირველი მძიმე ტრაგედია ხომ არ არის ბათუმისთვის. ლეოგრანდის ტრაგედია 11 ადამიანი დაიღუპა, 9 ადამიანი 26 მაისის ქუჩაზე, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა. ჯოჭოს ტრაგედია 5 ადამიანი დაიღუპა და ყოველ შემთხვევაში იყო კითხვები სხვათა შორის მუნიციპალურ ინსპექციასთან, თუმცა შედეგს ვერ ვნახულობთ. რა შეგიძლიათ თქვათ? ეს არ არის სპეკულირება, რასაც დღეს ვიღაცები გვაბრალებენ, ეს არის ფაქტის შეფასება მე ესე მგონია რომელიც ქვეყანაში სამწუხაროდ ვიდგას. ხო. წუხარებას გამოვთქვამ პირველში დაღუპული ბავშვების ოჯახისადმი, ახლობლებისადმი მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის რომ ყოველი ასეთი მძიმე ტრაგედიის დროს რაც ჩამოთვალე ახლა ნატო შენ ეს იყო ჯოჭოს ტრაგედია, კორპუსის ჩამონგრევა, ლეოგრანდის ხანძარი, რომელსაც ჩვენი მეგობრებიც ემსხვერპლნენ და მსგავსი ტრაგედიები, ყოველი ტრაგედიის დროს ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია, ცდილობს რომ გააჩუმოს საზოგადოება და უთხრას რომ ახლა ამის დრო არ არის, ამ დროს სინამდვილეში ყველა მიზეზი რატომაც ხდება ეს ტრაგედიები, სინამდვილეში დანაშაულები არის პოლიტიკური. პოლიტიკურია ისიც რომ ზედამხედველობის სამსახური არ მუშაობს, პოლიტიკურია ისიც რომ 209,000 ლარი დახარჯეს დაახლოებით ზუსტად 6 დღის წინ, ზუსტად იმავე ადგილზე და სხვათა შორის ის სცენა, რომელზეც კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე იდგნენ, იყო შემოღობილი. ერთადერთი მიზეზის გამო, რომ იქ უცხო ადამიანები არ მოხვედრილიყენ. ეს შემოღობაც მოხსნეს და დატოვეს ის ორმოები, სადაც დაიღუპა და ჩაიხრჩო ორი ბავშვი
საუბარი ძალიან რთულია ამ კონტექსტში ერთადერთი რამე რომ თუ გინდა რომ ეს ტრაგედიები არ განმეორდეს ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხი იმ დანაშაულებების გამო რასაც იწვევს კორუფცია და უპასუხისმგებლობა. მადლობა. ლევან გორგილაძესაც მინდა ვკითხო. ლევან, ირაკლი კუპრაძე ამბობდა ხა რომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ პასუხები იმ კითხვაზე, იმ კითხვებზე რაც საზოგადოებაში არის, მიუხედავად იმ წნეხისა, რასაც ვისმენთ. დღეს მთელი დღეა უკვე მე რამდენად გავიმეორე, ვეძებთ თორნიკე რიჟვაძეს არჩილ ჩიკომას, არჩილ კონცელზე, რომლის პირდაპირ ვალდებულება, პირდაპირ უწერია მას დებულებაში, თუმცა არჩილ კონცელზე დაგზდევს თქვენ ამ ახალგაზრდებს სტიკერების გაკვრის გამო. ხვალ სასამართლო პროცესებია. როგორ ფიქრობ, ვისი პასუხისმგებლობა და უბრალოდ რა გამოსავალია ხელისუფლება რომ ამ ტრაგედიებით ჭკუას ვერ სწავლობს, ეგ უკვე ვნახეთ. ხო, დღეს ვდგავართ კიდევ აქ აქციაზე, ვდგავართ მდუმარედ, იმიტომ რომ წუხარება ქალაქში, ქვეყანაში და განსაკუთრებით იმ ბავშვების ოჯახებში. ამ ქალაქში ხდება ის, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები კაბინეტებიდან იღებენ გადაწყვეტილებებს და ხალხი არაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. ხდება ის, რომ კონკრეტული ჩინოვნიკები რაღაცა თავიანთ ოჯახებს სიუხვეს მატებენ და ხალხი არ აინტერესებს. ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ ეს ხელისუფლება შეუცვალოთ. ამაზე მეტი ახლა სანამ ეს წუხარება და მღელვარება არ გადაივლის, ალბათ არ უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ხელისუფლება უნდა შეუცვალოთ, პოლიტპატიმრები უნდა დავიხსნათ და ხელისუფლება უნდა შეუცვალოთ, იმიტომ რომ მათ შორის ადამიანებს უსაფრთხოების ნორმების დაცვის რაღაცა ელემენტარული შესაძლებლობა ჰქონდეს და შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს ჭკუა. მეც როგორც პოლიტიკური პარტიის წევრი ვამბობ ამას, ვინც ამას არ გააკეთებს, უნდა ააგოს პასუხი და უნდა წავიდეს ხელისუფლებით. მადლობა. ნატა, ასე უნდა გითხრათ, რომ დღეს აქ სოლიდარობის გამოსახატავად ჩამოვიდნენ თბილისიდან სამოქალაქო აქტივისტები. ილოღლონს ხედავ დაიტოვედან, მოგესალმე, პირდაპირ ეთერში ვარ და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, პირდაპირ ეთერში ვარ და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, თქვენი შეფასება რა არის ამ ყველაფერზე? ძალიან რთულია დღეს ვეძებთ ხოლმე სიტყვებს, როგორ ავღწეროთ. რა შეგიძლიათ გითხრათ, რა ნახეთ, რა დაგვხვდა და ვისი პასუხისმგებლობა ის რომ ამდენი წელია ხელისუფლებამ ტრაგედიებით ჭკუა ვერ ისწავლა. პირველ რიგში ჩემს ძალიან მძიმე ღამე იყო და ძალიან მძიმე დღეა დღესაც და აქ უბრალოდ სოლიდარობისთვის და რა ვიცი, ჩემი გულწრფელი სურვილი იყო აქ ჩამოსვლის, რომ რაღაცნაირად გამეზიარებინა ჩემი რაღაც ეს გულისტკივილი, რომელიც მაგა დარწმუნებული რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში ეს გულისტკივილი აქვს. ზოგადად პასუხისმგებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ეგეთ სიტუაციებში ეკისრება ხელისუფლებას და სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ან მოგვიკლეს ეგ წარმოდგენა, რომ სინამდვილეში ვისია ეს პასუხისმგებლობა, როგორც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ამ მძიმე ტრაგედიების. უბრალოდ დღეს მაინც მინდოდა რომ ეს ყოფილიყო უფრო გლოვის დღე, უფრო ჩვენი სოლიდარობის დღე და კიდევ ერთხელ დაგვენახებინა ერთმანეთისთვის ის სოლიდარობა, ის სიყვარული, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ყველა ამ პრობლემას, ყველა მე მჯერა უკეთესი საქართველოსი და მე მჯერა რომ ჩვენ შევძლებთ ვიცხოვოთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების დაუდევრობის გამო ბავშვები არ იღუპებიან. მადლობა. ჯერა და მართლა ყველას გვინდა ამის იმედი გქონდეს რომ ვიცხოვროთ მართლაც ილოს სიტყვებს გავიმეორებ იმ ქვეყანაში სადაც ბავშვები არ შიმშილობდნენ, ბავშვები ჯართის საგროვებლად არ მიდიოდნენ და ესე ხელისუფლების უყურადღებობის გამო არ იღუპებოდნენ. მე კიდევ ერთხელ მინდა უბრალოდ კადრი განახოთ, მართლაც ალბათ გაგვიგებს მაყურებელი რომ რთულია ამ ვითარებაში, იმ რეალობაში, რასაც ჩვენ გუშინ შემდეგ ვაშუქებთ, ყველაფერი სიტყვებით გადმოსცეთ და უბრალოდ კადრები უფრო გეტყვით თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის წინ სანთლები, სათამაშოები, ყვავილები და ამ ასევე ზემოთ ვთხოვ ოპერატორს გაჩვენოთ მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კაბინეტიცა. ლინდა ცინცაძესაც ხედავ აქ და მასაც მინდა გავესაუბრო. ლინდა, მოკლედ რომ შეგვიფასო ეს ვითარება შეფასება პრინციპში აქ არ გამოვა ალბათ რა იქნება დღეს შენი სათქმელი მდუმარე რეაქცია ადამიანებს უბრალოდ საუბარი მართლაც უჭირს და აბსოლუტურად მესმის. კი ბატონო, პირველ რიგში ვიზიარებ ოჯახის წუხარებას და ეს არის მთელი ქვეყნის წუხარება, უკვე მე რამდენი შემთხვევა არის, ანუ ამის დაფიქსირებაც კი არ შეგვიძლია, იმდენად საშიში გახდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენთვის ყოველი დღე უკვე საფრთხის შემცველი არის და წარმოუდგენელია სიტყვებით ვერ აღწერთ ამ წუხარებას. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, აუცილებლად გავაპროტესტებთ ყველა უსამართლობას, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს და იმედი მაქვს, რომ შევსვით ამ ყველაფერს. მადლობა, გოჩა გთხოვ წამომყევი
ზვიად ცეცხლაძის დედას ქალბატონ ნარგის ხედავ და ამასაც მინდა აუცილებლად რომ გავესაუბრო. ქალბატონ ნარგის უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ და მესმის ყველაზე მძიმე ვითარება ალბათ ცხოვრებაში პირველად მიჭირს ესე კითხვები დავსვა რა იქნება თქვენი სათქმელი და როგორ ფიქრობთ გამოჩნდება დღეს მთელი დღე ვისმენთ რომ ყველა ამბობს რომ ეს არის დიდი ეს ყველაზე მძიმე ტრაგედიაა თუმცა არც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ამბობს რომ პასუხისმგებელი პირს მინიმუმ მოძებნიან და დასჯიან როგორია თქვენი შეფასება როგორც დედის სინდისის პატიმრის შვილიშვილები ყავთ ვიცი როგორ მძიმე არის ვიცი მაგრამ შეფასება ძალიან საინტერესოა პასუხისმგებლობა კი არ იღებენ თავზე ხალხი რომ მივიდნენ და სამძიმარი უთხრან იქ დააყენეს ხალხი მოაგროვეს ისეთი ხალხი აი ბოდიში ამ სიტყვისთვის და სამძიმრის საშუალების თქმას არ აძლევენ ხალხს რომ ბინებს არ მოგცემენო ის მისი ოჯახის წევრები რო გაიგებენ ამას რომ მისი მეზობლები ასე ამბობენ და არ ამგონია მეზობლები იყვნენ იმიტომ რომ ამბობენ რომ ოცნების შეკრებილი მათი ხალხია გული მწყდება იმ დედის, იმ ნათესავების, იმ ოჯახის ჭირის სუფალის გულში ჩამახედა. აი არ ვიცი იმ ანგელოზების ცოდვით როგორ უნდა დაიძინოს პასუხისმგებელმა. აი გული მაგ თბილისში ხო აგერ ერთი თვის უკან 16 წლის ბიჭი ჩაიღჭო მასზე და არანაირი პასუხისმგებლობა. ეს ორი ანგელოზი და კიდე რომ აქეთ გონორებზე არიან და დამშვიდდიო და ვიღაცა რო ცინის კიდე და ცოლშვილი არ ყავს, შვილები არ ყავს იმ პიროვნებას. მესმის ხო სხვათა შორის როდესაც ქალბატონმა ნარგიზმა ახსენა თბილისში დატრიალებული ტრაგედია 16 წლის ბიჭის გარდაცვალება მაშინ ხელისუფლება ამბობდა რომ ის კერძო ტერიტორია იყო და პასუხისმგებლობა იცილა ეს სადაც ბათუმში ეს ტრაგედია მოხდა არის სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია სწორედ სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით ასე ვთქვათ სურვილით მოხდა იქ დემონტაჟი ბარაკების გადათხრილი დატოვეს უბრალოდ ღობე შემოავლეს მაშინ როდესაც ჩამოვიდა ირაკლი კობახიძე იმისთვის რომ ირაკლი კობახიძეს ვერ დაინახა რა ხდებოდა ღობის მიღმა თუმცა მე ეჭვება საქართველოს პრემიერმა არ იცოდეს რა ხდება ღობის მიღმა სადაც ასობით ბავშვი 1500 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში ასობით ბავშვი არის უკიდურეს ღარიბეში ტალახში თამაშობენ ორმოების პირისპირ არიან ეს არის ის მძიმე რეალობა რომელიც სამწუხაროდ არის ბათუმში ჯერჯერობით როგორც გითხარით ჩვენ არ ვიცით პასუხისმგებელი პირი რა ეტაპზეა გამოძიება ამ ინფორმაციასაც ამ დრომდე არავინ არ გვიმხელს ადამიანებს კი ხედავთ ეხლა მე კიდევ ერთხელ ამ ხრიდან მინდა რომ კადრი კიდევ ერთხელ დაგანახოთ შეგახედებთ გოჩაკთ ხო წამომყევი და კადრი აი აქეთ მხრიდან ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს აქ ბავშვებიც მოდიან ამ ადამიანებს კითხვები აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ ადამიანებთან ვინც ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლები არიან იმიტომ რომ მინიმუმ უყურადღებოდ დატოვეს ადგილი სადაც ასობით ბავშვი ცხოვრობს გადათხრილი ადგილი და ამ წუთებში მოდიან ხედავთ სანთლებს ანთებენ სათამაშოები მოაქვთ ყვავილები მოაქვთ და ესე მდუმარეთ მიდის აქცია ბათუმში საკონცერტო სასამართლოს და მთავრობის სახლის წინ რომლის მეთაურიც ამ დრომდე იძებნება